სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლას მანამდე ფინანსურ პრობლემასთან დაკავშირებით თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა მიღებული გაფრთხილება ან თუნდაც მითითება არის აბსოლუტურად ტყუილი. ასეთი რამ სკოლას ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლას არანაირი არც მითითება და არც გაფრთხილება არ მიუღია. განცხადება ამიტომ დღეს ჩემი აქ მოსვლის საბაბი გახლავთ. ესე იგი ჩემი აქ მოსვლის საბაბი გახლავთ, რომ მივმართო ყველა იმ მოსწავლეს, იმ პედაგოგს, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში იმყოფება აქციაზე სკოლაში. აქვე მინდა აღნიშნო, რომ თავს ვიკავებდი ამ განცხადების გაკეთებისგან, რათა საფუძველი არ მიმეცა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარებისთვის, რომ თითქოს პროცესი იმართება გარედან და კონკრეტულად ამ გარეთ სივრცეში მგულისხმობდა მე. თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი პასუხის ადამიანური, მორალური და ამ ადამიანებთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა მავალდებულებს, რომ გავაკეთო ეს განცხადება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 53 სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების მხარდაჭერა ჩემთვის ეს გახლავთ ყველაზე დიდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი. დადასტურებს იმას, რომ რაც კი რამ აქამდე გამიკეთებია განათლების სისტემაში, როგორც პედაგოგს, როგორც ტრენერს, როგორც კონსულტანტს და როგორც დირექტორს, უბრალოდ ფუჭად არ ჩაუვლია. აქვე მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი დღიდან მთლიანად უკვე სიტუაციას ეძლევა პოლიტიკური მიმართულების ხასიათი და ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რაც ძალიან სახიფათოა და რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. შესაბამისად, რომ არ მიადგეს რაიმე ზიანი 53 სკოლას, 53 სკოლის არც ერთ პედაგოგს ან რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს უმორჩილესად გთხოვთ და მოვუწოდებ ყველას ერთმნიშვნელოვნად, რომ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი და მინდა თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ აი ამ საქციელით ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერა იმ შემდგომ სიტუაციაში, რომელსაც ვაგრძელებ და ჩემს ბრძოლას მე სასამართლო სისტემაში გადავიტან და სწორედ იქ აღვადგენ იმ სამართლიანობას, რომელიც მიმაჩნია, რომ დავკარგე. მე გუშინაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარები და გითხარით, რომ სასამართლო წარმოებას აქვს თავისი წესი, დასკვნა რომლის საფუძველზედაც გაკეთდა, გულისხმობ პირველად დოკუმენტაციას, აუცილებლად უნდა იყოს გამოთხოვილი იმ სტრუქტურიდან, რომელმაც ეს აღნიშნული დასკვნა გააკეთა. მე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართე 7 აპრილს ამ დოკუმენტების მოწოდების მიზნით 3 დღის ვადაში მას უნდა მოეწოდებია აღნიშნული ინფორმაცია. სწორედ ამით იყო დაანონსებული ჩემი გადაწყვეტილება, რომ პარასკევს მე უკვე შევიტანდი საარჩევნო სასამართლოში, თუმცა ეს არ მოხერხდა, რადგანაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს დოკუმენტები არ მომაწოდა, მაგრამ ადვოკატთან ერთად გავიარეთ ეს პრობლემა და არსებობს ალტერნატიული გზა, რომელთაც მე ორშაბათს შევიტან საარჩევნო სასამართლოში. ანუ ეს გახლავთ 2013 წლის 12 აპრილის გაფრთხილება, რომელიც მიიღო სკოლამ და რომელიც უკავშირდება 2013 წლის თებერვალში საატესტატო გამოცდების ჩატარების ერთ-ერთი გამოცდის პროცესს, რომელშიც ეს გახლავთ ბიოლოგიის გამოცდა. გამოცდის პრინციპიდან გამომდინარე ტესტებს აკეთებს კათედრა, თუმცა საბოლოო ჯამში სრული საბოლოო ტესტის სახე იცის დირექტორმა და ერთ-ერთმა პედაგოგმა. მინდა განგიმარტოთ, რომ ბიოლოგიის გამოცდის, შარშანდელი ბიოლოგიის საატესტატო გამოცდის ტესტის საბოლოო ვარიანტი ცნობილი იყო ჩემთვის და კალოთა კეთევანჩოხურისთვის, რომელიც გახდა ბიოლოგიის პედაგოგი და ამავდროულად ჩემი მოადგილე. აღმოჩნდა, რომ გამოცდის დაწყებამდე 40 წუთით ადრე გალოტმა კეთი მომაწოდა ფურცელი, რომელზედაც მოსწავლეებს ჰქონდათ პასუხები, გამზადებული არსებული ტესტის პასუხები. რადგანაც ტესტი ჩემთვის და გალოტმა კეთისთვის იყო მხოლოდ ცნობილი,
მივხვდი რომ პრობლემა უკვე რეალური და ესეთი შესაბამისად შეიძლება შემდგომ უფრო რთულად ყოფილიყო საქმე. მე გამოვიძახე გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, რომელიც ადგილობრივ დონეზე რესურს ცენტრის დონეზე მუშაობს ძველი თბილისის რაიონულ რესურს ცენტრში. მობრძანდა ქალბატონი, რომელთან ერთადაც შედგა საგამოცდო კომისიის ხდომა, განადგურდა საგამოცდო კომისიის ხდომაზე ყველა ის ტესტი, რომელიც უნდა გასულიყო 1 საათის შემდეგ გამოცდაზე, რადგანაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმისა, რომ ესე გამოცდა უნდა ჩატარებულიყო და არ უნდა გადადებულიყო. ამიტომ გენინსპექციის წარმომადგენელმა სკოლაში არსებული 1500 კითხვიანი ბანკიდან, რომელიც არსებობდა ბიოლოგიასთან დაკავშირებით, მასთან ერთად მისი მონაწილეობით შეიქმნა ახალი ტესტი, რომელიც ამის შემდგომ მოხდა ამ ტესტით იმ გამოცდის ჩატარება. არსებობს ყველა ოქმი ამ ფაქტის აღნიშვნელი, ამასაც ხაზს უსვამ. შემდეგ მოხდა ტესტების დალუქვა, კოდირების განხორციელება, კოდირებული ნაშრომების გასწორება და გენინსპექციის წარმომადგენელთან ერთად აღნიშნული ტესტის იდენტიფიცირება. რადგანაც გამოცდამ ჩაიარა სრულად კომფორტულ სიტუაციაში, ერთადერთი პრობლემა გახდათ ის, რომ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო მხოლოდ გამოცდა. ამის შემდეგ ეს ბავშვების გულისწყრომა გამოიწვია გარკვეულწილად ამ აღნიშნულმა ფაქტმა და თავად ქეთევან ჩოქურმა იჩივლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, იმიტომ რომ გარკვეულწილად შევიწროებულად და უსუსურად მიაჩნდა თავი პროცესში, იმიტომ რომ ტესტი მანვე გასცა და გაცემულ სიტუაციაზე მანვე გააკეთა და დაანონსა მერე ეს ფაქტი ჩემთან. მოიკვლია ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მოხდა პედაგოგების ასე ვთქვათ დაკითხვა, სახსნა-განმარტების ბარათების გაკეთება, იქ არსად ჩანდა რაიმე დანაშაულის ნიშნები, მაგრამ იმისათვის, რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს ტესტების კონფიდენციალობა, სკოლამ მიიღო გაფრთხილი. ამ ყველაფერს სასამართლოზე განვიხილავ დეტალურად, იმიტომ რომ ეს არის სპეკულაციის საგანი. ამონარიდი კონკრეტული სიტუაციიდან ჟღერს მძიმედ და შეიძლება იყოს სხვაგვარად, თუმცა საკმაოდ რეალური არსი არის აბსოლუტურად განსხვავებული. 24 იჯარა გამაჩნია, 24 სხვადასხვა შპს-სა თუ აიბისთან და ფიზიკურ პირთან. თითოეულ მათგანთან 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 14 მარტამდე, ანუ მოკვლევის პერიოდი, რომელთაც იყო განსაზღვრული ბრძანებაში შიდა აუდიტის მუშაობა სრული წესრიგით. არსებობს ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, საქმის წარმოებასთან დაკავშირებული რაღაცა ტიპის პრობლემები. რამ გამოიწვია ამ 64 თეთრი სპეკულირება ზოგადად, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მინისტრის პირველი კომენტარი ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით გახლდათ ესეთი, რომ დასკვნაში არსებობს მძიმე ფინანსური ხარვეზები. აქედან გამომდინარე, როდესაც მეც რო არ მქონდა წაკითხული მაშინ სკოლაში მყოფმა ჟურნალისტებმა პირველად ნახეს ეს დასკვნა და ეძებდნენ ბუნებრივი თანხებს, დასკვნაში დაფიქსირებული იყო სწორედ ამ რაოდენობის თანხაზე საუბარი.